ეხლა ჩვენთან ერთადაა აჰმედ ყურაიში, პაკისტანში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, რომელიც ისლამაბადიდან გვერდდება. როგორ შეიძლება პაკისტანმა განაცხადოს, რომ ნეიტრალური შუამავალია, თუ ამავე დროს შესაძლოა ირანს ეხმარებოდა? ზუსტად ასეა, ეს ის კითხვებია, ნიკო, რომელსაც ყველა სვამს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის თვითმფრინავები აქვთ ირანელებს სინამდვილეში და აქვთ თუ არა საერთოდ. რა თქმა უნდა, პაკისტანის მთავრობამ უარყო. მაგრამ ჩვენგან ბევრი, ნიკოლ, ვინც აქ ვიყავით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც პაკისტანელი, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტები, ვინც აქ არიან, ვიცით ამ ავიაბაზის შესახებ. ეს არის ის ავიაბაზა, სადაც JD Vance, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაეშვა და ასევე სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები, ასევე ირანელი ოფიციალური პირებიც. ამიტომ ბევრი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი, მაგრამ ასევე ბევრი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ჯგუფი და უსაფრთხოების ზოგიერთი ჯგუფი, რომლებიც ირანელ ოფიციალურ პირებთან ერთად ჩამოვიდნენ, ამ ბაზაზე დაშვებულები იყვნენ. და რა თქმა უნდა, ეს ბაზა ძალიან ახლოსაა პაკისტანის დედაქალაქთან. ასე რომ ვითხოვდი, რომ ეს ნამდვილად არ იქნებოდა საუკეთესო ადგილი. გულისხმობ, თუ ანალიტიკურად შევხედავთ. თუ ირანელებს სურდათ პაკისტანის ლოგისტიკის გამოყენება, რადგან პაკისტანმა აშკარად გაუშვა ირანული თვითმფრინავების აქ შემოსვლა ირანელი ოფიციალური პირებით მოლაპარაკებებისთვის, მათ შეეძლოთ შეეპარათ თავიანთი მნიშვნელოვანი თვითმფრინავები, რომლებიც აგროვებენ დაზვერვას. ეს შესაძლებელია, ირანელებს ნამდვილად ვერ ენდობი. მაგრამ მართლა ეს იქნებოდა საუკეთესო ადგილი ასეთი ტიპის თვითმფრინავის დასამალად. რადგან აშშ-ის საიდუმლო სამსახურს ამ ბაზაზე წვდომა ჰქონდა მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე JD Vance ჩამოვიდოდა. ამერიკული უსაფრთხოების ჯგუფები ამ ბაზაზე ადგილზე იყვნენ. და რა თქმა უნდა, ირანელებსაც ჰქონდათ წვდომა. ასე რომ, ეს არის ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ყველა სვამს, ნიკოლ. თუ ირანელები ან თუ პაკისტანელებს ნამდვილად სურდათ ირანელებისთვის მათი თვითმფრინავების დამალვაში დახმარება, აირჩევდნენ კი ბაზას, რომელზეც სრული წვდომა აქვთ აშშ-ის საიდუმლო სამსახური, FBI და სხვა უწყებები, რომლებიც ზრუნავენ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა, JD Vance-ის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დონეზე. ესე რომ, ეს არის ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც კიდევ ვეძებთ პასუხებს და ეს არის ერთი. მეორე საკითხი ისა, მართლა წავიდოდა პაკისტანი ესეთ რისკზე ირანის რეჟიმისთვის და გააკეთებდა ესეთ რამეს, მართლა ითამაშებდა ორმაგ თამაშს შეერთებულ შტატებთან იმ დროს, როცა პაკისტანი სინამდვილეში ცდილობს გააძლიეროს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონთან მრავალი წლის შემდეგ მართლად არასტაბილური და ცუდი ურთიერთობისა სულ მცირე პოლიტიკურად, თუნდაც არასამხედრო თვალსაზრისით. მაშ მართლა გადადგამდა პაკისტანი ასეთ რისკიან ნაბიჯს. ჩვენ არ ხედავთ პაკისტანისთვის დაუყოვნებლივ სტიმულს ამის გასაკეთებლად. ძირითადად რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მას სურს კონდეს კარგი ურთიერთობა ვაშინგტონთან, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ მის ურთიერთობას ირანთან ძალიან არასტაბილური ხასიათი აქვს. სულ 2 წლის წინ სწორედ ამავე ირანის საჰაერო ძალებმა, ანუ ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალებმა, რომელთაც ეკუთვნოდა ის რამდენიმე თვითმფრინავი, რაზეც CBS-მა ისაუბრა, რეალურად ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს პაკისტანს და პაკისტანმა საპასუხო დარტყმა მიაყენა. ეს მოხდა 2024 წლის იანვარში. და ეს იყო პირველი შემთხვევა პაკისტანსა და ირანს შორის ამ მჭიდრო ურთიერთობაში, რომელიც 7 ან 8 წლეულს ითვლის. პაკისტანმა პირველად 2024 წლის იანვარში გაგზავნა თავისი გამანადგურებელი თვითმფრინავები ირანში, რათა დაესაჯა ირანი პაკისტანზე თავდასხმისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ირანმა პაკისტანს შეუტია, განაცხადეს, რომ პაკისტანში ასევე ერაყსა და სირიაში მოზადის ბაზას ესხმოდნენ თავს. მათ 2024 წლის იანვარში პაკისტანს ერაყსა და სირიაში მიიტანეს დარტყმა და რა თქმა უნდა პაკისტანმა უპასუხა. ნამდვილად სწავლა პაკისტანი ასე შორს, რომ დაეხმაროს ამ რეჟიმს, რომელმაც მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. იცით, პაკისტანი და ირანი ფახლავის დინასტიის დროს მოკავშირეები იყვნენ და შაჰრეზა ფახლავი, ირანის უკანასკნელი შაჰი, პაკისტანის ძალიან ახლო მოკავშირე იყო. ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა 1969 წლის შემდეგ ნამდვილად არ ყოფილა სტაბილური. და სხვათა შორის, ნიკოლ, ორივე ეს ქვეყანა, ეს ჩემი ბოლო აზრია. ორივე ეს ქვეყანა ასევე სტრატეგიულ კონკურენციაშია ავღანეთში, სპარსეთის ყურეში, ახლო აღმოსავლეთში და ასევე სამხრეთ აზიაში ინდოეთთან მიმართებაში. პაკისტანსაც და ირანსაც ინდოეთთან განსხვავებული სახის ურთიერთობები აქვთ. ესე რომ ეს საინტერესო ამბავია, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვეძებთ მეტ დეტალს, რომ გავიგოთ, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს.
გამოიყენა ირანმა პაკისტანის ლოგისტიკა, რომ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმფრინავები შეეპარებინა. თუ პაკისტანმა მართლაც მისცა ირანელებს ამის გაკეთების უფლება. და რატო უნდა გაეკეთებინა ეს პაკისტანს? მაშინ, როცა სხვათა შორის ნიკოლ, ამ მოლაპარაკებების დროსაც კი ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაძაბულობა იყო. ირანის სახელმწიფო მედიაში ზოგიერთი კომენტატორი პაკისტანის როლს აკრიტიკებდა. მათ თქვეს, რომ პაკისტანი მეტისმეტად აშშ-ის მხარეს დგას და არ მოქმედებს როგორც სამართლიანი და ნეიტრალური შუამავალი. და ფაქტობრივად მათ პაკისტანის სახელმწიფო მედიით დაადანაშაულეს. სხვათა შორის ამ ამბავს საერთაშორისო ყურადღება დიდად არ მიუქცევია, მაგრამ ეს დიდი ამბავი იყო არაბულ მედიასა და პაკისტანურ მედიაში. სადაც ირანის სახელმწიფო მედიაში ზოგიერთი კომენტატორი აკრიტიკებდა პაკისტანის როლს და ამბობდა, რომ პაკისტანი ნეიტრალური შუამავალი არ არის და შესაძლოა სურს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებების ადგილი შეიცვალოს. ჩვენ გვინდა აშშ-თან საუბარი, მაგრამ გსურს მოლაპარაკებების ადგილის შეცვლა. შეიძლება არა ისლამაბადი, არამედ დოხა, კატარი ან სტამბოლი, თურქეთი. ესე რომ იყო ეს საუბარი და იყო ეს დაძაბულობა. და ერთ მომენტში სინამდვილეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწია დაერეკა თავისი პაკისტანელი კოლეგისთვის და განემარტა ეს ინფორმაცია. ერთ-ერთი ანგარიში სინამდვილეში Wall Street Journal-ის მიერ იყო გამოქვეყნებული, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირანელებმა შეატყობინეს შეერთებულ შტატებს, რომ სურთ შეხვედრის ადგილის შეცვლა და აშშ-თან საუბრისას თავს კომფორტულად არ გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ სურთ ეს, მაგრამ არა ისლამაბადში. ასე რომ გაქვს ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია. ასევე ძალიან საინტერესო ურთიერთობაა ირანსა და პაკისტანს შორის, სადაც ერთ მომენტში პაკისტანი შუამავლობს, მაგრამ მეორე მომენტში სულ რამდენიმე წლის წინ ირანმა პაკისტანს შეუდია. და შემდეგ აქვს ეს ისტორია 1979 წლიდან. დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო კითხვა ჩნდება, როდესაც საქმე პაკისტანის ორმაგ თამაშს ეხება, რომელსაც შეიძლება თამაშობდეს, ან ვერ თამაშობდეს. ამეთ ყურაიში, მადლობა, რომ შემოგვიერთდით და ყველაფერი აგვიხსენით. მადლობა. მადლობა. დაბრუნდით სტუდიაში იაკოვთან ერთად, მაშინაც კი, როცა პაკისტანის ნეიტრალურ მედიატორობაზე კითხობია. რამდენად მნიშვნელოვანია შუამავალი ამ მოლაპარაკებებში? მნიშვნელოვანია თუ არა, როცა აშშ და ირანი თავიანთ პირობებზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თუ რეალური გავლენა ბრძოლის ველზე ვლინდება? იცი ეს რთული კითხვაა, ნიკო. უნდა ვაღიარო, რომ პაკისტანი თავისთავად ბევრ მხრივ გამოცანაა, როგორც ქვეყანა. მით უმეტეს მისი როლის გარკვევას. მოხედე, ვფიქრობ, ერთ-ერთი გზა ამ საკითხის დანახვისა ისაა, რომ პაკისტანი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი საერთაშორისო სტატუსი. როცა ესეთ მაღალი რისკის, მაღალი დონის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს თამაშობს, რაც ავტომატურად აძლევს მას უფრო მაღალ ადგილს საერთაშორისო იერარქიაში. მაგრამ მოდი გავიხსენოთ, რომ პაკისტანი პირველ რიგში ძალიან დამოკიდებულია საუდის არაბეთზე თავისი ეკონომიკური გადარჩენისთვის. ის მილიარდობით დოლარით ფინანსდება. საუდელები მუდმივად ასხამენ ფულს პაკისტანის ეკონომიკაში, უხდიან ვალებს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მნიშვნელოვანია და მათ აქვთ თავდაცვის პაქტი საუდის არაბეთთან. ასე რომ სწორედ აქ აქვს პაკისტანს რეალური ძალა. ფიქრობ ეს სამხედრო სფეროა. პაკისტანის სამხედრო ძალები ძლიერ ძალას წარმოადგენს. მათი საჰაერო ძალები სერიოზული საჰაერო ძალებია და რა თქმა უნდა ისინი ბირთვული ქვეყანაა. ასევე არსებობს ყველანაირი ჩრდილოვანი კავშირები მათი უსაფრთხოების ძალების ელემენტებსა და ფუნდამენტალისტურ ჯიჰადისტურ ჯგუფებს შორის. საკმარისია მხოლოდ ინდოეთის უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს კითხოთ ამის შესახებ. ასე რომ ეს მართლაც ბურუსით მოცული ხელისუფლებაა და ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რა არის მისი სრული დრის წესრიგი. როგორც ჩანს, მას ორმაგი თამაში აქვს დაგეგმილი. სთავაზობს მომსახურებებს შეერთებულ შტატებს, თანამშრომლობს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ირანთან. რა არის მისი ნამდვილი დრის წესრიგი? ეს კარგი კითხვაა. ეს მაინც ძალიან კარგი კითხვაა, იაკობ ლაპინი, მადლობა ამისთვის. ეხლავე მცირე შესვენებაზე გავდივართ გადაცემა Middle East Now-ზე, მაგრამ არსად წახვიდეთ, დარჩით ჩვენთან i24 News English-ზე.